როცა ვინმეს ტუჩები აქვს მშრალი და დამსგდარი, რას აკეთებენ ხოლმე ჩუმად? აი ესე, ენით დაიტენიანებენ. და როგორ ფიქრობთ, ეს ტუჩებს წაადგება და უფრო დაატენიანებს თუ პირიქით, უფრო გამოარჩევს? თუ ფიქრობთ, რომ ტუჩებს წაადგება, მაშინ ვიდეო მოიწონეთ და თუ ფიქრობთ, რომ ეს ავნებს ტუჩებს, მაშინ დააგულეთ. და მოდი ახლა აგეხსნით, რატო არასდროს ესე არ უნდა გაილოკოთ ტუჩები. ეს დაანთვლის აქციელია. ნახეთ, ზოგადად ნერწყვი, რომელიც აღმოჩნდება ტუჩებზე, არის თბილი და თან ჰიპოტონური, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან სწრაფად ორთქლდება და თან ამ ტუჩებზე თუ იყო რაიმე თხელი ფენა წყლისა დარჩენილი, ეგრევე აორთქლებს. ეს ერთი და მერე მეორეც. მაგ ნერწყვში ძალიან ბევრია საჭვეს მონელებელი ფერმენტი, მათ შორის ამილაზა, რაც უჯედებს ბოლოს მოუღებს. ესე არასდროს არ მოიქცეთ. მე მესმის, შეიძლება ასე ილუზია შეიქმნათ, თითქოს ტუჩებს ეს დაგიტენიანებთ, მაგრამ არა, ეს ძალიან ცუდი აქციელია. აი ნახეთ რა შეიძლება გააკეთოთ. ზოგადად ყოველთვის ჯობს ხოლმე გამოიყენოთ რაღაცა ბარიერული დამატენიანებელი საშუალება. აი ყველაზე მარტივი აიღეთ ჩვეულებრივი ვაზელინი. აბსოლუტურად საკმარისია ჩვეულებრივი ვაზელინი. აი რაიმე თქვა ტუჩის იგენური ბალზამი აიღეთ, რა ვიცი კიდე პანთეონს იყენებენ და კიდევ ბევრ სხვა რამეს, მაგრამ აი ჩვეულებრივი ვაზელინი სულად საკმარისია. დიდ როცა გაიღვიძებთ ხოლმე ჩვეულებრივი წყლით ეს ტუჩები ჩამოიბანეთ, მერე დაიტანეთ ეს ვაზელინი და დღის განმავლობაში რამდენჯერმე კიდევ დაიტენიანეთ, იმიტომ რომ ეხლა როცა თქვენ რაღაცას თქვათ მიირთმევთ ან რაღაცას დაევთ ხოლმე, ის ხო ბუნებრივია მოგჩვენდებათ, ამიტომ ვაზელინის კიდევ ერთ ფენა ყოველთვის გაატარეთ ხოლმე საკვების ყოველი მიღების შემდეგ, წყლის ყოველი დალევის შემდეგ და როცა დაწვევით, ძილისწინაც არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ მთელი ღამის განმავლობაში ტუჩებიდან წყალი არ უნდა იკარგოს. მაგრამ მხოლოდ ეს ბარიერული საშუალება არ არის საკმარისი. ასევე ტუჩებს ჭირდება მზისგან დამცავიც, იმიტომ რომ ტუჩებზე ჩვენ პიგმენტური უჯრედები ძალიან ცოტა გვაქვს, ამიტომ ტუჩები ჩვენს სხეულში ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარეა ულტრაისფერის სხივების მიმართ განსაკუთრებით აი ეხლა ზამთარში. ამიტომ მზისგან დამცავის წასვლა ტუჩებზე საჭიროა. მათ შორის აი როცა იქნება თქვა ფაქტორი SPF 15-ზე, ეგ მისაღები იქნება, ну იდეალური იქნება 30 და ზევით. და ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ თუ 2-3 კვირის განმავლობაში აი ამ ვაზელინის დატანების შემდეგ ტუჩების მდგომარეობა არ გამოსწორდება, დერმატოლოგი აუცილებლად უნდა ნახოთ, იმიტომ რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს თქვა იგივე კონტაქტური ქეილიტი, შეიძლება თქვა კბილის პასტაზე ან თქვა ტუჩსაც გაქვთ რეაქცია, ან ასევე ამის მიზეზი შეიძლება იყოს თქვა იგივე ანგულური ქეილიტი თქვა გამოწეული, ნაკლებობით თქვა რიბოფლავინის იგივე ვიტამინ B2-ის ან სხვა ბიჭგულის ვიტამინების ან ნაკლებობით რკინის, თუთის, ან შეიძლება ეს საერთოდაც იყოს აქტინური ქეილიტი, გამოწეული თქვა და ხელშეწყობილი უფრო მზის სხივებით. მოგეთ რომ თქვა თუ 2-3 კვირაში ეს ტუჩის სიმშრალე არ გამოსწორდება, დერმატოლოგი აუცილებლად ნახეთ. და ეს ვიდეო გავწერეთ სხვებსაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ბავშვს აქვს ესეთი ჩვევა, რომ აი ესე გააკეთოს ხოლმე რა, ტუჩებისთვის კარგი არ არის.